გამარჯობა. დღეს გესაუბრებით უდიდეს ფალსიფიკატორზე მსოფლიო ისტორიაში. ფრენკიზე. ესე იგი, ფრენკი ცხოვრობს კანადაში, კვებეკში, სადაც ფლობს სამუხრუჭე ხუნდების მწარმოებელ ქარხანას. ერთ დღესაც გადაწყვეტს, რომ აღარ უნდა მუშაობა. დაიღალა. ყიდის თავის ქარხანას და იწყებს ფულის შოვნის იოლ გზებზე ფიქრს. რამოდენიმე იდეის განხილვის და უარყოფის შემდეგ დაფიქრდება, რატომ ვიწვალო ამდენი? მოდი, დაუბეჭდავ ფულს. პირდაპირი გაგებით. წელიწად ნახევარი მხოლოდ იმას სწავლობს, როგორ იწარმოება ამერიკული დოლარი, რა ქაღალდი და საღებავი სჭირდება, როგორი შემადგენლობა აქვს და როგორია მისი დაცვის მექანიზმები გაყალბებისგან. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ ინფორმაციის მოძიების მთავარი წყარო სამთავრობო საიტები აღმოჩნდა. შემდეგი ეტაპი იყო ქაღალდის შესყიდვა. დაუკავშირდა ათობით ქაღალდის მწარმოებელ კომპანიას. ბევრი მიუხვდა ჩანაფიქრს და უბრალოდ გაუთიშა ტელეფონი. ბოლოს შეთხზა ტყუილი, რომ საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენელი არის და საკუთარი ობლიგაციების დასაბეჭდად სჭირდებათ ქაღალდი ამ კონკრეტული შემადგენლობით. გერმანიის ერთ-ერთმა კომპანიამ მიიღო მინიმალური შეკვეთა, რაც ფრენკის 250 მილიონი დოლარის დაბეჭდის საშუალებას მისცემდა. მაგრამ ფრენკი ჭკვიანია, რა თქმა უნდა არაპირებს ხალხი ფულის თავად დახარჯვას. ის აპირებს გაყიდოს ფული თვითღირებულების 30%-ად. ქალაქგარეთ ქირაობს პატარა ფერმას და იწყებს სრული დატვირთვის მუშაობას. 5 თვეში ყველაფერი მზად არის. უკავშირდება კრიმინალურ დაჯგუფებებს, რომლებიც იმპორტ-ექსპორტით არიან დაკავებულები. საბოლოოდ კი ალპიკოპიურები ამერიკის ბაზარზე აღმოჩნდა. ასე გადის რამოდენიმე წელი. 2012 წლისთვის გაყიდული აქვს 50 მილიონი დოლარი. დარჩენილი აქვს 200 მილიონი. ამ ეტაპზე უკვე გადაწყვეტს ახალი მკითხველების მოძიებას. ახალ ჯგუფში კი, რომელსაც უკავშირდება, აღმოჩნდება, რომ ჩანერგილია საიდუმლო აგენტი. ერთ დღეს ფრენკი მიდის შუამავალთან შესახვედრებთან მიაქვს 100,000 დოლარი. მან არ იცის, რომ ზემოდან პოლიცია აკვირდება ვერტფრენით. მოგვიანებით მეგობარ გოგონასთან რჩება. ღამის 5 საათზე კი გაგუნი აღვიძებთ. გარეთ კი კანადის სამეფო პოლიცია და ამერიკის საიდუმლო სამსახურის რამოდენიმე წარმომადგენელი დგას. ფრენკის აპატიმრებენ სახლს კი ჩხრეგენ, საიდანაც 959,000 დოლარს იღებენ. აგენტები თავადაც გაუცებულები არიან, იმდენად მსგავსებულია ნამდვილ კოპიორას. ესე იგი, კიზის ციხეში ფრენკი, მაგრამ შვიდად არის. კანადაშია. კანადაში კი არ აქვს ძალიანაც მკაცრი კანონები. ელის რომ დაახლოებით 14 წელს მიუსჯიან, აქედან 6 მოიხდის და მერე უკვე თავისუფალი იქნება. მაგრამ მისი ოპტიმიზმი უმალ ქრება, როგორც კი საქმეში ამერიკის საიდუმლო სამსახური ერთვება და ითხოვს მის ამერიკაში ექსტრადიციას და იქ გასამართლებას, სადაც შეიძლება 60 წელიც კი მიუსაჯონ. საბედნიეროდ მას ძალიან კარგი ადვოკატი ყავს. ის სასამართლოს ეტამება, რომ იმ საღამოს, როცა პოლიცია ფრენკის მანქანას ვერტფრენიდან აგვირდებოდა, თავად ფრენკი არ დაუფიქსირებიათ მას ვინმესთვის რაბე გადაეცა. ვიდეოში ჩანს მხოლოდ გზაზე მიმავალი ფრენკის მანქანა. შესაბამისად, წარდგენილი ჩხრეკის ორდერი და ამ ჩხრეკიდან ამოღებული მტკიცებულებები უკანონოა, რაზეც მოსამართლე ეთანხმება. შედეგად ექსტრადიციის საკითხი აღარ განიხილება. 6 კვირის შემდეგ თავდებით ათავისუფლებენ, ვიდრე კანადის პოლიცია აგრძელებს მტკიცებულებების მოძიებას. და როგორც კი მტკიცებულებებს მოიძიებენ, იზრუნებენ, რომ დიდი ხნით ამოაყოფინო ციხეში თავი. სასამართლო განხილვის დღე დადგა. ფრენკი ძალიან შეწუხებულია. კი გადარჩა ამერიკაში ექსტრადიციას, მაგრამ ციხეში გატარებული 6 კვირა ნამდვილად ცუდად ახსენდება. სასამართლო პროცესის დაწყებამდე რამოდენიმე წუთით ადრე ფრენკი თავის ადვოკატს უმხელს იმ 200 მილიონის არსებობის შესახებ, რაზეც პროკურატურას წარმოდგენა არ აქვს. იმართება მოლაპარაკება და შეთანხმებაც მალევე მიღწეულია თავისუფლება თანხის ჩაბარების სანაცვლოდ. რა თქმა უნდა, მთავრობა ვერ დაუშვებდა ხალხი 200 მილიონი დოლარის ბრუნვაში ჩაშვებას. მოგეთ პოლიციამ მიყავს ფულთან, რომელსაც ინახავს არ ვიგორდებს სატვირთო მანქანაში სასტუმროს ავტოსადგომზე. და ალგი თავისუფალია. ორი სიტყვით ხარჯებიც ვახსენოთ. ფრენკის გადმოცემით დაახლოებით 65,000 კანადური დოლარი დაუჭდა ამ ყველაფრის ორგანიზებამ. დაპატიმრებამდე გაყიდული 50 მილიონი დოლარის ადგილსამყოფელს, რომელიც დაახლოებით 15 მილიონი დოლარია, რა თქმა უნდა არ ამხელს. დღეისათვის სულ ეს იყო. აქამდე თუ მოხვედით, მადლობა. მეტი ვიდეოებისთვის გთხოვს გამოიწევლოთ გვერდი.